შემდეგ ეს ტყუილის და აფიორას ესტაფეტა გადაიბარა რა თქმა უნდა კალაძემ და წლიდან წლამდე ისიც უკვე 2 ვადის განმავლობაში გვატყუებდა ჩვენ და გვატყუებდა ლილოს გარშემო მცხოვრები სოფლების მოსახლეობას. სიმართლე ასე შეეხოსა ფაქტმეტრმა ალეკო ელისაშვილის ეს განცხადება. ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების მოწყობაზე კახა კალაძე ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს საუბრობდა. მაშინ ამ მიზნით ფილსერვის ჯგუფმა ტენდერი გამოაცხადა. ტენდერს პრეტენდენტიც ჰყავდა, თუმცა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო 2020 წლის გაზაფხულზე ტენდერი შეწყდა. ამის შემდეგ დღემდე გაზშემკრების გასაშენებლად სახელმწიფოს ტენდერი ჯერ კიდევ არ გამოუცხადებია. თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის და თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე ხნის წინ დედაქალაქის მთავრობის ხდომაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით თბილისის მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის მხოლოდ სტრატეგია და სამოქმედო გეგმა არსებობს, რომელიც მერე ამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან EBRD, ასევე გერმანულ კომპანია ICP-სთან თანამშრომლობით შეიმუშავა. მისივე განცხადებით დაიწყება ნარჩენების სეპარირება, ნაგავსაყრელზე მოეწყობა რეციკლირების, გაზშემკრების სისტემის, ნაჟური წყალების გამწმენდი ინფრასტრუქტურა. კალაძის ეს განცხადებაც ადასტურებს, რომ თბილისის მერის დაპირება ლილოს ნაგავსაყრელზე გაზშემკრების სისტემის აშენების შესახებ, რომლის მშენებლობა 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, დღემდე დაწყებული არ არის და მისი მშენებლობა მხოლოდ მომავალში არის დაგეგმილი. შესაბამისად ალეკო ელისაშვილის ეს განცხადება არის სიმართლე, უფრო მეტი დეტალი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ სტატიაში, მანამდე გამოიწერეთ ეს არხი და დაელოდეთ სხვა გადამოწმებულ ფაქტებს.